უგემრიელესი ხორციანი ბლინები ხათოსგან. ხორციანი ბლინის ბევრნაირი რეცეპტია, მაგრამ ჩემი რეცეპტი ჩემთვის არის შეუცვლელი. მოვათავსოთ კვერცხი თასში, გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, გრილი წყალი და რძე, შევურიოთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, კარგად მოვურიოთ და 15 წუთის შემდეგ გავწუროთ საწურზე. გაწურულ მასას დავუმატოთ ზეთი და კარგად მოვურიოთ. გავაცხელოთ ტაფა ცეცხლზე და დავასხათ თითო კოვზი ცომი. გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. ცხვება წამებში. გამოგვდის ძალიან ელასტიური ფენები. ვამზადებ სოფლის რძით და კვერცხით, ამიტომ არის მოყვითალო ფერის. ახლა დავიწყოთ გულსართის მომზადება. ხორცსაკებ მანქანაში გავატაროთ ხორცი, მე ვიყენებ ღორის ხორცს. ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ გატარებული ხორცი და მოვშუშოთ მზაობამდე. მოშუშულ ხორცს დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ძირა, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი, ნიორი და რამდენიმე წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. გადავახვიოთ ისე, როგორც კადრშია ნაჩვენები. ბლინებს ყოველთვის ვამზადებ წინასწარ და ვინახავ საყინულეში. მე მოვამზადე 2 პორცია ერთდროულად, აღწერაში დაგიწერთ 1 პორციის ინგრედიენტებს. მოვამზადეთ და გემრიელად მიირთვით.